გლობალურ პოლიტიკაზე ვსაუბრობთ ნინო კალანდაძესთან ერთად, ის ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელია. დიდი მადლობა თქვენი დროისთვის, ქაბატონ ნინო. მადლობთ შესაძლებლობისთვის, მოგესალმებით. ტრამპი ამბობს, რომ უკრაინამ ნატო უნდა დაივიწყოს. ეს საკმაოდ მძიმე განცხადება დაღიქმება, თუმცა ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციისთვის უკრაინის უსაფრთხოება საერთოდ აღარ წარმოადგენს ზრუნვის საგას. ამ კონტექსტში ყურადღებას იქცევს ტრამპის მეორე გზავნილიც, ის ამბობს, რომ ამერიკელების მიერ უკრაინაში იშვიათი ლითონების მოპოვება ომში მყოფ ქვეყანას ავტომატურ უსაფრთხოებას მოუტანს. როგორია თქვენი მოლოდინები? მოგესალმებით. არა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და არც ახალი ადმინისტრაციისთვის უკრაინის უსაფრთხოება მეორეხარისხოვანი არ არის. ნატოს მიმართ ტრამპის პოზიცია იმთავითვე ცნობილი იყო უკვე პრინციპში ამ ადმინისტრაციის წინასაარჩევნო კამპანიის პირობებშიც ისინი პერიოდში ისინი თვლიდნენ, რომ ნატოში დისპროპორციული დიდი ძალით მონაწილეობს ამერიკის შეერთებული შტატები და ბალანსი, ასე ვთქვათ, მეტად უკვე უნდა იყოს დაცული და ევროპელი პარტნიორები უფრო მეტი კონტრიბუციით უნდა შემოდიოდნენ, როდესაც ნატოზეა საუბარი და მის მონაწილეობას გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, მაგრამ შეუძლებელია ვაშინგტონში ვინმე ვერაცნობიერებდეს იმას, რომ უკრაინის უსაფრთხოება და უკრაინის ომის დასრულება და მაშინ არ იქნებოდა უკრაინის ომი, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება პრიორიტეტებს შორის არ ესმოდეს ვინმეს, სათანადოდ რომ იქ მიმდინარე პროცესები უშუალო გავლენას ახდენს საერთაშორისო ურთიერთობებზე, საერთაშორისო წესრიგზე, საერთაშორისო და გლობალურ უსაფრთხოებაზე და მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკურ თუ სამხედრო უსაფრთხოებაზე. ამის საუბაზე კითხვები არ ჩნდება. ამასვე საკმაოდ, მაგრამ ეს ასეც რომ იყოს და ვთქვათ, ახალი ადმინისტრაციის პოზიციები ეჭვის საფუძველს აჩენდეს, მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ ბევრის მთქმელია ის თუ რა პოზიციაზე დგას სწორედ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ და მისი განცხადებების შემდეგ ევროპის კავშირის ლიდერები. ევროპული პოზიცია აქ არის სრულიად ერთსულოვანი, კიდევ უფრო მკაფიო გახდა, ჩვენ მოვისმინეთ ძალიან არაორაზროვანი გზავნილები უკრაინაში ჩასული ლიდერების მხრიდან, ევროპის კავშირის ცალკეული ქვეყნების ლიდერების მხრიდან, საიდანაც ძალიან მკაფიოდ იკვეთება, ჩვენ ვნახეთ დანიის პრემიერ-მინისტრის ძალიან მკაცრი გამოსვლა, შემდგომ ფინეთის, სადაც ძალიან ნათლად ჩანს, რომ მათ შორის აი ამ ევროპა-ამერიკის ახლად წარმოჩენილ რიტორიკაში ევროპა დათმობებზე წასვლას არაპირებს საკუთარი უსაფრთხოების ხარჯზე და არაპირებს უკრაინის უსაფრთხოების ხარჯზე და უკრაინის კაპიტულაციის ხარჯზე. ამიტომ როგორი პოზიციებიც ახლა ვაშინგტონში არ უნდა ითელებოდეს და ეს მოთევლის პროცესია ცალსახად, იმიტომ რომ მოლაპარაკების თუ მედიაციის მცდელობა მხოლოდ ახლა იდგამს ფეხს, შეუძლებელია რომ ამ პოზიციების გათვალისწინება არ მოხდეს, იმიტომ რომ აქ უბრალოდ აშკარაა, რომ ევროპა აქ უკანდახებას არაპირებს, ასევე აშკარაა, რომ ზელენსკი არაპირებს უკანდახებას და უკრაინაში ამ საკითხთან მიმართებით ძალიან მკაფიო პოზიციები არის. აი ახსენეთ, დიახ. უკრაინის ბოდიში უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი პანაციას არ წარმოადგენს იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ალტერნატიული უსაფრთხოების გარანტიები, რასაც ითხოვს ზელენსკი და რისი მოლაპარაკების ეტაპებიც ითელება ახლა, რასაც მოწმობს ის, რომ ევროპის ლიდერები ახლა უკვე რიგრიგობით ხვდებიან ტრამპს სწორედ ამ საკითხის მედიაციისთვის და ივარაუდება, რომ ზელენსკი ტრამპის შეხვედრის დროსაც სწორედ მთავარი საკითხი ეს იქნება. ნატოში გაწევრიანების საკითხი დგას დღის წესრიგში მხოლოდ იმიტომ, რომ ისეთი ქვეყნები, როგორიც არის უკრაინა და საქართველო, თავს დაუცველად გრძნობენ. თუ უსაფრთხოების სხვა ტიპის გარანტიები იქნება, რომელსაც ვაშინგტონი თავის თავზე აიღებს ევროპის კავშირთან ერთად, მაშინ რასაკვირველია ნატოში გაწევრიანების საკითხი, როგორც ასეთი დღის წესრიგიდან შესაძლოა რომ მოიხსნას. რაც არ უნდა მოიხსნას დღის წესრიგიდან და რისი, ვთქვათ, კონოტაცია შეიძლება ამ განცხადებებს ჰქონდეს, არის ის, რომ ჩვენ ახლა დათმობაზე უნდა წავიდეთ რუსეთთან. გულისხმობ დასავლეთი, იმიტომ რომ და აქაც ძალიან ნათლად ჩანს, რომ დასავლეთის დიდი ნაწილი და ევროპული ნაწილი პრინციპულად წინააღმდეგია იმისი და მკაფიოდ ითქვა ისეთი ფრაზები გაჟღერდა, რომელიც, რა ვიცი, ჩვენ ალბათ მალამოსამით გვედება გულზე, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან თითქოს ღია კარის მწვევა, ისეთი ფრაზები გაჟღერდა, როგორც არის პუტინის ნდობა არ შეიძლება და ამას ამბობენ ევროპის ლიდერები მაღალი ტრიბუნიდან და ამას ეტყვიან ტრამპს პირისპირ შეხვედრისას და ფაქტია, რომ ეს უნდობლობის ზღვარი იმდენჯერ
გადალახვა, რომ ევროპაში პოზიციები არ შეიცვლება და კი ბატონო. ეს უნდა დიახ და აი ამ გეოპოლიტიკური ძვრების ფონზე სად არის თქვენი შეფასებით საქართველოს ჩვენი ქვეყანა ფაქტია რომ ივანიშვილის პარტია ფსონსდებს პუტინის გამარჯვებაზე და ზელენსკის ადანაშაულებენ იმაში რომ ომი თავიდან ვერ აერიდა აი ტრამპის გზავნილების ნაწილი პრინციპში ემთხვევა ივანიშვილის გუნდის რიტორიკას ამაში თქვენ თუ ხედავთ გადარჩენის შანსს ოლიგარქისთვის ჩვენ რამდენადაც დიდწილად მიბმული ვართ იმ პროცესებზე, რა პროცესებიც მიმდინარეობს უკრაინაში და საბოლოო ჯამში როგორ დასრულდება ეს პროცესები, ამავდროულად სრულიად დამოუკიდებელი პროცესის ნაწილი ვართ, რომელიც რეგიონულ პოლიტიკას ეხება და რომლის მიმართაც საბედნიეროდ ევროპის კავშირს ასევე საკმაოდ გამოკვეთილი პოზიცია აქვს, მათ შორის გამოკვეთილი პოზიცია აქვს იმ პოლიტიკასთან მიმართებით, რომელიც მათ ტრამპის ინაუგურაციამდე ივანიშვილის წინააღმდეგ წამოიწყეს და ეს არის სანქციების ენით საუბარი, ეს არის დახმარებების შეწყვეტის პროცესის ბოლომდე მიყვანა და ეს არის ის პოლიტიკური განაცხადი, რომელიც პრაქტიკულად ვალდებულებად აიღო ევროპამ თავის თავზე, რომ ოლიგარქის რეჟიმთან ურთიერთობები არ გაგრძელდება იმ რეჟიმში, როგორიც ეს აქამდე იყო, ოლიგარქის რეჟიმთან თანამშრომლობა არ განიხილება და ასევე მიიჩნევა, რომ ოლიგარქი ივანიშვილი საქართველოში არის რუსეთის ძალაუფლების გამაძლიერებელი რაც ნიშნავს იმას, რომ რეგიონში მისი ამ ფორმით და ამ ძალაუფლებით შენარჩუნება პრობლემას წარმოადგენს ევროპის დედაქალაქებისთვის და ეს არაერთხელ აღინიშნა. ამიტომ დამოუკიდებლად იმისგან ვაშინგტონს რა პოზიციები ექნება, ის რომ საქართველოს რეგიონულ პოლიტიკაში დასავლეთისთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობს უკრაინისგან დამოუკიდებლადაც ეს არის შემდგარი ფაქტი. ივანიშვილი, რა თქმა უნდა, პოზიციონირებს, იმედოვნებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან თუ პუტინის მიმართ სანქციების ენა შერბილდება, ეს შესაბამისად ავტომატურად აისახება მასზე, მაგრამ ეს ავტომატურად ამას სავსებით არ არის. რომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ჩვენ არ მოგესწრებია, რომ ვინმეს შეეცვალოს პოზიცია საქართველოსთან მიმართ. აქამდე და არ მისულვართ და არც ივარაუდება, რომ ეს შესაძლებლობა ამ ფორმით უნდა არსებობდეს, იმიტომ რომ ივანიშვილმა და მისმა გუნდმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაძაბა და გამომწვავა ურთიერთობები და არა რომელიმე კონკრეტულ ადმინისტრაციასთან. ამიტომ აქ პოზიციები რომ რუსეთის გაძლიერების ხარჯზე დასავლური პოზიციების უგულებელყოფა მოხდეს, არ მგონია რომ ადმინისტრაციის ინტერესებში უნდა შედიოდეს და ამ პოზიციის ვთქვათ გამაჟღერებელი იქნება. მაგრამ კიდევ როგორი იმედსაც არ უნდა ამყარებდეს ახლა ჩვენი ადგილობრივი დიქტატორი ახალ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციაზე, ჩვენ შემთხვევაში განსაზღვრელი სიტყვა მაინც საბოლოო ჯამში ევროპიდან უნდა წამოვიდეს. და იქ პოზიცია. კი ბატონო და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი, მაინტერესებს თქვენი პოზიცია, რას ნიშნავს გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილება სამეცნიერო პროექტების შეწყვეტასთან დაკავშირებით. ამ თემაზე საუბრისას ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გერმანიას დღეს ელჩი საქართველოში არ ყავს და მათ ყავთ წარმომადგენელი რადიკალურ ოპოზიციაში გერმანიის წარმომავლობა განათლების მინისტრმა კუდი მოიქნიაო თქვა დღეს ივანიშვილის პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ რეალურად რა საფრთხეს მოუტანს ეს გადაწყვეტილება საქართველოს და ჩვენს თანამოქალაქეებს. ეს გადაწყვეტილება უსიამოვნოა თალსახად, პრობლემურია ბევრი მიმართულებით, მაგრამ სრულიად ლოგიკურია და თანმიმდევრული იმ პოზიციებთან, რომელიც ბერლინმა არაერთხელ გააჟღერა და აქ საუბარია იმაზე, რომ თუ ივანიშვილი თავის პოლიტიკას შეინარჩუნებდა, ეს ჯერ კიდევ არჩევნების მიტაცებამდე ეს პოლიტიკა ძალაში იყო, რომ თუ რუსული კანონი ძალაში დარჩებოდა, თუ ის ანტიდემოკრატიული თუ ანტიკონსტიტუციური ქმედებები და კანონები ძალაში დარჩებოდა, მაშინ ბერლინი შეწყვეტდა ორმხრივ დახმარების თანამშრომლობას, რომელიც ემართება ბიუჯეტისკენ და არის სამთავრობო თანამშრომლობის პაკეტის ნაწილი. მათ ეს ძალიან მკაფიოდ თქვეს, რომ ჩვენ იმ მთავრობასთან არ გავაგრძელებთ ურთიერთობას, რომელსაც არ უნდა ევროპის კავშირი და რომელსაც არ უნდა ევროპასთან ჰარმონიზაცია. მით უმეტეს არ გავაგრძელებთ იმ მთავრობასთან თანამშრომლობას, რომელიც ლეგიტიმაციას არ ფლობს და სახალხო წარმომადგენლობით არ სარგებლობს. არჩევნების შემდეგ სწორედ ეს ფაქტობრივი მდგომარეობა დარჩა ძალაში, მათ შეინარჩუნეს ყველა თავისი დიქტატურული კანონმდებლობა და ამავდროულად მიიტაცეს ძალაუფლება და ახლა კიდევ უფრო ამწვავებენ ამ მოცემულობას. ამიტომ სრულიად ლოგიკურია, რომ ბერლინიდან ეს პოზიციები უცვლელი დარჩებოდა და ამას მყისიერი რეაგირება მოყვებოდა. დიდი მადლობა ჩართვისთვის. პირდაპირ ეთერში საუბრობდა ნინო კალანდაძე, ის ჭავჭავაძის ცენტრის თანადამფუძნებელია.